იცით, კარგად უკვე რომ დღეს სეზონის, ანუ ზაფხულის სეზონის ბოლო კვირეულია ეთერში. BMG-ის წამყვანების გუნდი სატელევიზიო სეზონს 1 სექტემბრიდან დაუბრუნდებიან და კვლავ დაამშვენებენ თქვენს ეკრანებს გონიერი სიტყვითაც და გამორჩეული კომპეტენციითაც. ამის დასტურია ის, რომ Google Analytics-ის მონაცემებით 2025 წლის ივლისში სააგენტო BMG სტატიები მკითხველებმა 3,100,000 ჯერ წაიკითხეს. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-იანი ზრდას წარმოადგენს. ეს სტატიები სულ 533,000 მკითხველმა, ანუ active user-მა წაიკითხა და Google Analytics-ის თანახმად გასულ თვეში ჩვენი მკითხველებიდან 457,000 ვებგვერდს საქართველოდან სტუმრობდა, 15,000 შეერთებული შტატებიდან, 11,000 გერმანიიდან, 7,600 იტალიიდან, საბერძნეთიდან, 4,600 რუსეთიდან, 4,300 საფრანგეთიდან, ასევე 4,000. სტატისტიკის თანახმად გასულ თვეში მკითხველთა 53% ქალი, 47% კი კაცი იყო. ამასთან მომხმარებლებიდან 456,000 ვებგვერდს სტუმრობდა მობილური ტელეფონებიდან, 72,000 ეგრეთ წოდებული დესკტოპიდან, ანუ კომპიუტერიდან, ტაბლეტიდან კი დაახლოებით 3,100 მომხმარებელი იყო. იცით, ალბათ ნებისმიერი მენეჯერი, რომელიც ამ გუნდთან, ანუ BMG-სთან მუშაობს, არ ვიცი, არ ჩამოიღებდა ამ ამბავს ალბათ პირველი სიახლეებიდან. და მე ალბათ გვარიან თანხასაც დაახარჯავდა მის გავრცელებაზე სოციალურ ქსელებშიც და სხვაგან. მაგრამ დიახ, ეს არ ეხება BMG-ს და იდეაში არ შეიძლება რომ შეეხოს. რადგან ამ გუნდმა მოახერხა და საქართველოს მედია სინამდვილისთვის უმოკლეს დროში მოიპოვა უმთავრესი. უმთავრესი, რასაც 10 წლეულები უნდებიან მედია კომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ეს არის ნდობა. დიახ, ნდობა, რომელიც უამრავ დამოკიდებულებაში არის გამოხატული და მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებაა, რის ხარჯზეც სხვათა შორის ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. მე შემიძლია გამართულად ვთქვა და საჯაროდ დავპირდე საზოგადოებას, რომ ყველაფერი მზად არის და უახლოეს მომავალში BMG-ის გუნდი კიდევ ერთი მედია ბრენდით და საერთაშორისო პროექტი წარსდგება საზოგადოების წინაშე, რომელიც ერთობლივად იქნება წარმოდგენილი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. და ბოლოს, რატომ გამოუვიდა BMG-ს? მე გეტყვით, არც არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მაინც იცოდეთ, რომ ეს უმთავრესია. აი ამ გარემოში, რომელიც არასრულ 100 თანამშრომელს იტევს და გუნდის წევრს აერთიანებს, გენეტიკურ კოდამდე არის დაყვანილი ერთმანეთის პატივისცემა და გვერდში დგომა. ხო და ამიტომაც ეს გუნდი ატრიალებს და მეტ და უფრო დიდ მთებს გადაატრიალებს მომავალშიც. განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, განათლება, კომპეტენცია თამდევია იმისა, რომ ამ სივრცეში, რასაც BMG-ის 400 კვადრატული მეტრის ოფისი ჰქვია, ჩვენ გაცილებით მეტ დროს ვატარებთ ვიდრე საკუთარ სახლებსა და პირადი ოჯახის წევრებთან ერთად. პირადად იმიტომ გაუსვი ხაზი, რომ აქაც ჩვენი ოჯახია. და პირადად მე საკუთარი ოჯახის წევრებისგან არ ვასხვავებ აი ამ ხალხს, ადამიანებს, ვინც დღეს თქვენთვის BMG-ს ქმნის. აი ამ ეპილოგის ბოლოს მე მსურს უთხრა მათ, რომ თქვენ მართლა საუკეთესოები ხართ. და იმასზე უკეთეს იმსახურებთ, ვიდრე მიაღწიეთ. სიყვარული საჯაროდ მგონი არაერთხელ დამიდასტურებია, მაგრამ ერთი დანამდვილებით იცოდეთ. არასდროს და არც ერთ ვითარებაში. არ შეაჩეროთ ფრენა. აი ეს კი ნამდვილად ისწავლეთ BMG-ში, რომელიც კიდევ ბევრს გამოზრდის საქართველოში ჩვენი საქმიანი საზოგადოების გამორჩეულ და ღირსეულ წევრებს.